ხუდონ ჰესის მშენებლობის შესახებ განხილვები კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ჰესის მშენებლობის ხელშეკრულების შემსწავლელ ჯგუფს შეხვდა. კახა კალძემ დონორ ორგანიზაციებს მუშაობის შედეგები გააცნო. მთავრობისა და ინვესტორი კომპანიების ხელშეკრულების შესწავლა ჯგუფმა უკვე დაასრულა. საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მინისტრს რეკომენდაციები და შენიშვნები გააცნეს. ხელშეკრულებას სამი თვით შევაჩერეთ ინვესტორთან, ეს მთავრობაზე ქონდა საკითხი გატანილი, იმისთვის რომ დეტალურად შეგვესწავლა დადებითი უარყოფითი მხარეები ამ ხელშეკრულების. სასაკვირველი არსებობს შენიშვნები, დღეს გვექნება განხილვა ამ ყველა შენიშვნის, 4 ძირითადი შენიშვნებია და ამის მერე ჩვენ უკვე ინვესტორთან დავიწყებთ მოლაპარაკებებს, რომ ეს ცვლილებები შეტანილი იქნეს მემორანდუმში. მნიშვნელოვანია ჩვენთვის სოციალური გარემოსთან მიმართებაში, განსახლების გეგმა კერძოდ, როგორ იქნება ეს განსახლების გეგმა და იქნება ეს თუ არა საჯარო. ეს ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სამწუხაროდ არსებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ ეს მხოლოდ მაგ შემთხვევაში გახდება საჯარო, თუ ეს მთავრობასთან იქნება შეთანხმებული და ჩვენ თვლით, რომ ეს არის გარკვეული შეზღუდვა.